აქ ერთი რამე უნდა ითქვას, შემოვადონო, როგორც ხედავთ, წაკითხულია ეს არამეულად შესრულებული, არამეული არის ებრაულის ერთ-ერთი ისე რა ქვია, განშტოება. არა ფინიკიური, ებრაული. არა, ფინიკიური, ხო, ებრაულიდან მოდის, ჯერ ებრაული, მერე ფინიკიური, მერე არამეული, შემოვადონო. ქანაანური კიდე უფრო ძველია, ძველსინური და ასე შემდეგ ეს ებრაული განშტოებებია, შემოვადონო. კერძოდ ეს შესრულებულია არამეულ ენაზე და აქ მხოლოდ ესე იგი ორი ასო ნიშანი იკითხება, რომელიც პავლე ინგოროყვამ წაიკითხა როგორც პირველი ასო ნიშანი არის ასონიშანი ჭარ, 32 ასონიშანი ქართული ანბანისა და სან მეოცე ასონიშანია ქართულ ანბანისა, ამას იმიტომ ვამბობ, რომ უნდა ვიცოდეთ, რომ ქართულ ანბანში ასონიშანს აქვს არა მხოლოდ ბგერის მნიშვნელობა, არამედ რიცხვის მნიშვნელობა და ქართული ანბანის ასონიშანი რიცხვის სახით რომ იკითხება, იმით რომ ქართული ანბანი არის ძველი მზის უძრავი წელიწადის კალენდარული სისტემა და მთელი საიდუმლოება ქართული ანბანისა სწორედ ქართულ ანბანშია დამარხული, რომელიც ამოცნობა აუცილებელია, რომ ჩავწვდეთ კაცობრიობის ამ საიდუმლოს. საქმე ის არის, რომ არც ერთი სხვა ანბანი მზის კალენდარული სისტემის დამწერლობა არ არის, ერთადერთი დამწერლობა არსებობს, ქართული ანბანური დამწერლობა, რომელიც ერთდროულად არის მზის უძრავი წელიწადის კალენდარული სისტემა, ანუ დროჟამის მზის კალენდარული სათვალავია. აი, უარყოფენ ქართული ანბანის წარმოშობას წარმართულ ხანაში, თითქოს ქართული ანბანი მესროპ მასშტაბს შექმნა, სრული სიცრუეა, პირველი დადასტურება წარმართული დროის ქართული ანბანისა, სწორედ პავლე ინგოროყვას ეკუთვნის, რომელმაც აქ ამოიკითხა ჭარგას ერისთავის საქმე ის არის, რომ საქართველოში მეფის შემდეგ მეორე ტიპი იყო ერისთავთა, ესე იგი ქართლის ერისთავის წოდებულება, რომელიც ესე იგი სხვა ერისთავთა ერისთავი იყო. ეს ტერმინიც არსებობს, ერისთავი და ერისთავი. ხო, ესე იგი მეფის მოადგილედ ითვლებოდა. აი ეს მეფის მოადგილედ ცნობილია ჭარგასი, ამოცნობილია პავლე ინგოროყვას მიერ და ერთდროულად დადასტურებულია და ეს იყო პირველი ის ბრწყინვალე აღმოჩენა, რომელიც პავლე ინგოროყვას ჩემს მოძღვარს ეკუთვნის, ხოლო მე მისი მოწაფე გახლავართ.